ყაზბეგი, სტეფანწმინდა, გერგეთის სამება. სწორედ ესეთი კადრებით მინდოდა დაწყებულიყო დღევანდელი ჩემი YouTube ვიდეო. თუმცა სალმებით, მიხარია რომ ჩემი ვიდეო გრძელდება ისევ საქართველოდან. ამჯერად ჩემი მიმართულება არის ყაზბეგი, სადაც მოვინახულებთ ულამაზეს გერგეთის სამებას. დავაგემოვნებთ ნამდვილ ტრადიციულ ქართულ ხინკალს. მეც ჩავერთვები მომზადებაში აუცილებლად და ასევე გავატარებთ 24 საათს ჭაუხების ქვეშ. ვნახოთ როგორი იქნება ეს ყველაფერი, არ გადაახვიოთ, მეც მაინტერესებს და ერთად უყუროთ ამ ყველაფერს. Let's go! გავაგრძელეთ ჩვენი გზა ყაზბეგისკენ და პირველი ჩვენი გაჩერება იქნება გერგეთის სამება. არ ვიცი ყაზბეგში ჩასულმა ადამიანმა დეგადგილი როგორ არ უნდა მოინახულოთ და იქიდან არ გადახედო ულამაზეს ყაზბეგს, ასე რომ ბევრი რო არ მოგაწყინოთ თავი, პირდაპირ ყაზბეგიდან დაგებრუნდებით. სტეფანწმინდისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება ითქვას, რომ წელიწადის 4-ვე დრო გამოვიარე. ჯერ გაწვიმდა, მერე ცოტა ხანი მზემ გამოვანა. შემდგომ ისევ გაწვიმდა, მერე ეს წვიმა თოვლში გადაიზარდა. ამ ყველაფერს მოყვა ნისლი, რომელიც არადა არ მთავრდებოდა ჩვენ მოგზაურობაში. მოვედით 3 საათიანი გზის შემდგომ უკვე გერგეთის სამების ალოდადთან ვიმყოფებით ყაზბეგში, ჩამოვედით, ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა. მახსოვდა რომ გზა იყო ცოტა გაფუჭებული, მაგრამ გაუკეთებია, ძალიან კარგი გზა არის, ნებისმიერი მანქანაა მოვა, თუმცა ის ფაქტიც მინდა აღნიშნო, რომ მაშინ როდესაც ეს გზა არ არსებობდა, ხალხი აქ ფეხით ამოდიოდა. ეს ტაძარი აშენდა მე-14 საუკუნის 30-იან წლებში და იმ დროის შემდგომ პირველად უტარდება აქაურობას რესტავრაცია. სამწუხაროდ დრონის კადრებს ვერ განახებთ, იმიტომ რომ წვიმიანი ამინდია როგორც ხედავთ და გარშემო ნისლი არის შემოკრული აქაურობას და ვერანაირად ვერ აუშვებ ფიზიკურად დრონს, თან ახალი რეგულაციების თანახმად გამოაკრეს სურათები, რომ დრონის აფრენა აქ არ შეიძლება და კანონით ისჯება. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, მაგრამ კი ბატონო, არ ვარღვევ კანონს, იყოს როგორც არის. ძალიან მინდა გაჩვენოთ როგორი მისტიური და ამავდროულად როგორი საინტერესო არის აქაურობა ესეთ გარემოში, ესეთ ამიჩი, ასე რომ არც ერთი წამით არ გადახვიოთ, ძალიან მაგარი კადრები გეოლდებათ წინ. ქრისტე, წმინდა გიორგი, შოთა რუსთაველი, ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, წმინდა თევდორე და ფარნავაზ მეფე. ყველა ის წერალი, რომელიც თქვენ ახლა მოისმინეთ და რომლის ქანდაკებაც ნახეთ, მათ შორის ილია ჭავჭავაძეც არის ბატონი მერაბ ფირანიშვილის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ქანდაკებები, რომელიც ჯუთასკენ მიმავალ გზაზე სოფელ სნოში შეგხვდებათ. მისტიურობაზე ვლაპარაკობდი ზუსტად გერგეთის ტაძართან როცა ვიყავით და დამერწმუნებით ალბათ რომ საკმაოდ მისტიური და ძალიან შთამბეჭდავი ადგილი არის აი ეს ყველაფერი. მოკლედ ძალიან გაიწევა ჯუთაში ჩასვლის პროცესი. ხან წვიმა იყო, ხან ტალახი, ხან ნისლი, მოგვიწია მანქანის გაჩერება, გადაღების ხრივაც, უამინდობის ხრივაც. ამდენი მისტიურობას ცოტა არ იყოს აღარ შემიძლია. ცოტა ღიარულება არ გვაწყენდა. ჩავიდეთ, გავაკეთოთ გემრიელობა საჭმელები. მოვინახულოთ ის ადგილი, სადაც მოგვიწევს რამოდენიმე ღამის გატარება და ბოლოს იმედი მაქვს, რომ ხელშემიწყობს ამინდი და შევძლებ ჭაუხებთან ასვლასა და კარვის გაშლას. თუ არა და ჩავალაგებთ და იქიდანვე წამოვალთ უკან სახლში. ეს იქნება ჩვენი ყაზბეგის მოგზაურობის მთელი ვიდეოც. ამიტომ ვნახოთ რა იქნება წინ, მეც არ ვიცი, თქვენთან ერთად ვნახავ მეც. მოკლედ, გადმოვიბარგე მანქანიდან. ესე თქვენს რომ გზა ჩანგრეულიაო, სად მიდიხართო მანქანითო ვერ წახვალთო და აი ეს ავიბარგე ახლა ჩემი კარვით გუდანაბადით და მივერეკები ფეხით იქამდე სადამდეც მიდის გზა. აი ამ რკინებს ეჭირა, აი ეს მიწარაც ჩამოინგრა აქ თლიანად და ნახეთ რა ხდება პროსტა იქით. გადანგრეულია მთელი გზა. ახლა ეს მანქანა განმოგზანდება ამ გზაზე და გავაგზავნებთ გზას აუღელებლად ჯუთახაუსამდე. დამღრელი გზის მერე როგორც იქნა ჩამოვედი ჯუთაში და დღეს ჩემი მასპინძელი იქნება
სასტუმრო ჯუთა ჰაუსი. ერთად ავათვალიეროთ და ვნახოთ როგორი ნომერი შემხვდა ჯუთაში ამ არაჩვეულებრივ ადგილას. სასტუმრო ჯუთა ჰაუსმა აი ესეთი არაჩვეულებრივი კოტეჯი გამოყო ჩემთვის, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია საუნა, მეორე სართულზე არის მოსასვენებელი, ღაპრული ხედები და სამწუხაროდ ყავს ოპერატორი. ხო შეიძლება აქ ყოფილიყო ვინმე სხვა, მაგრამ არა, არ არის ოპერატორია. აი ესე გამოიყურება ჩემი ოთახი. რაც თავარია, ყველაზე დიდი საწოლი მე მერგო. ჩემი ოპერატორი სადმე დაწובה აქ, ან იმ ტახტზე, ან ამ ტახტზე. ის დაკავებულია მატრასებიდებს. შავი წყალი რა თქმა უნდა გვაქვს. სველი წერტილი. საკმაოდ დიდი სველი წერტილია. მომწონს, ლაიქ. და ბოლოს, ბევრს გაინტერესებთ ალბათ ხედი და რაც შეეხება ხედს. აქ ჩემი ლაპარაკი უკვე ზედმეტი იყო. გაწვიმდა როგორც ხედავთ ჯუთაში, აზრი არ აქვს რომ ჭაუხებზე ავიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა, ამიტომ ესეთ გადაწყვეტილება მივიღე რომ დავრჩე აქ ჯუთა ჰაუსში და მოვამზადოთ ნამდვილი ხევსურული ხინკალი და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ახლა შევიჭრიდოთ სამზარეულოში და მეც ჩავერთვები იქაურ ფუსფუსში და ერთად მოვამზადოთ გემრიელობა კერძები. მთის ხინკალი და ზოგადად ხევსურეთში ხინკალი კეთდება განსხვავებული ბარის ხინკლისგან. აქ მოდის ბალახი, რომელსაც ქვია კვლიავი და მთის ქონდარი. ჩვენ ან უმატებთ ორივეს, ან ერთ-ერთს და ბარის ხინკლისგან განსხვავებით კუჭებს არ უკეთებთ ხინკალს და აი როგორცაც ხედავთ ესეთი პატარა კუჭებით არის, რომელიც მომხმარებელსაც ძალიან მოსწონს და ბევრ ტურისტს უთქვამს, რატომ არის თქვენი ხინკალი სხვანაირი. განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ ეს. რამდენი ნაუჭი უნდა კონდესო რა სიძახიან? 17 აუცილებელია. არის 16-იანი, 17, 19, 21 ეს უკვე აი მეგობრებო, ჩემი პირველი მოხვეული ხინკალი. გასკდით გულზე. აბა გითხარით რაღაც საიდუმლოებას აეხადა აქ ფარდა მე ახალი ამბავი გასკდა და მოხარშული არის თუ არა? მე ვამოწმებ ხელით. ორთქლი ზოგადად მდუღარე ორთქლი არის ცხელი, მაგრამ თუ ხინკალი მოხარშულია, ორთქლი უნდა იყოს ცივი. გაცივდეს ხინკალი დაიბეროს და მზად არის. თუ ვინმე მიცოდით ეს ტექნოლოგია რომ ამითი ისაზღვრებოდა ხინკლის მოხარშვის პროცესი, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. მაინტერესებს რამდენი ხართ ეგეთი. არა. ცოტა მეშინი არ დავიცნობ, მაგრამ მაინც. აი ნახე. შევამზადა ეს აღარ უნდა. A few moments later. მეგობრებო, სანამ ჩვენი გემრიელობა ხინკალი ქვაფშია და იხარშება, არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ვიდეო და პატარა კომენტარის დამიწეროთ იქვე. როგორც ხედავ, აი გამზადა ხინკალის გენაცვალი. ჭამე უკვე? კი, ძალიან გემრიელია. დავაგემოვნოთ ერთად. არ ვიცი მეგობრებო, თაში გაკეთებულ ხინკალს აშკარად სულ სხვა ხიბლი და სულ სხვანაირი სურნელი ისეთი აქვს, რომ აი გაგიჟება შეიძლება მართლა. ეპელი არ მომიტანე? თქვენ გაინტერესებთ ალბათ რა ქვია აი ამ შესანიშნაობას, რასაც მე ხოლმე ვჭამ და სრულყოფილებას. ეს არის კუს ერბო. უბრალოდ აქვე დავძენ იმას, რომ კუსთან არანაირი კავშირი არ აქვს, ესე ქვია უბრალოდ. ხო არა აქვს? არა.
ჩემი თუ არ გჯერათ ამ ადამიანის მაინც გჯეროთ. უბრალოდ კუთხურად აქაურები ესე ეძახიან. მიუხედავად ამისა, მეც არა ვარ აქაური, მაგრამ კიდე ერთი და აღარ ჩადის მეგობრებო. კარგად იყავით, მაგრად იყავით. საკერთანო ლუკმა ძალით უნდა შეჭამოს, კიდეც არ მიდოდეს. მიდი შვილვახა სანამ ცხელი არის ამან. ამას ბოლომდე ვერ შევჭამე ამაგას. The next day. როგორც იქნა მეგობრებო, გამოანათ ამზე. მოვიდა ცოტა ხასიათიც. ეხლა ცოტა წავისაუბროთ და გავაშორებით უშუალოდ ჭაუხებისკენ, იმიტომ რომ მთელი ეს დრო ვერანაირად ვერ შეგვიძლია თასვა. აქ, სადაც ახლა ჩვენ ჯუთ ჰაუსში ღამე იყო, -7 გრადუსი. ვიდგინეთ ძევით რამხელა -1 გრადუსი იქნებოდა. სამწუხაროდ სათანადო ეკიპირება არ მქონდა იმისთვის, რომ ღამე იქ გამეტარებინა და შვიდად დამეძინა, ამიტომ ეხლა ამ გამოდარებულ დღეზე ავალ შევხედავ იქაურობას. თუ შანსი მექნება დრონსაც ავუშვებ, გადავიღებ და დავბრუნდებით მერე სახლში. ჭირი იქა, ქვილი აქა, კატო იქა, ხინი აქა. Let's go. როგორც იქნა, ოდნავ გამოიდარა. არ ვარ დარწმუნებული, რომ დღესაც წვიმა არ დაასხავს და არ გავიყინები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეთქი რაც არის ავიდეთ, ნახოთ რა სიტუაცია იქნება. თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დავრჩეთ, აგე ჩემი კარავი, გუდან აბადი და გენაცვალოთ ჩემი თავი. თუ არა და ჩამოვალ უკან რა. რავი, რა გავაკეთე. თავს იქი ძალა არ არისო, რომ ვიტყვიან, აი მაგ მომენტში ვარ, ახლა ზუსტად მეც. პირველად რომ ვიყავი ამოსული, მაშინაც იგივე დებილი შესწმა დავუშვი. რაც ამჭირდებოდა უაზრო რაღაცები ჩავყარი ჩანთაში. ეხაც იგივე მომენტში ვარ. რა მინდოდა? ნიკო წამოდი, ნიკო. მეგობრებო, გუშინ იყო ქვევით, სადაც ჩვენ ვიყავით, -7 გრადუსი. შევით გაიხედეთ. წარმოდიეთ, იქ რამდენი მინუსი იყო. ტიპი კაბით მოდის. ამ თუ არ გაიყინა რა. Hello. აუ, ძალიან დავიღალე. ამ ხელა სიმძიმეს რო ვათრევ თან. ჩემთვის არ შეიძლება. გამარჯობა. ეს მომენტი მიყვარს ლაშქრობაში რა. აი რენდომ ტიპები რო დაივლიან და Hello. Good morning. How are you? ასწორებს. სხვათა შორის მეგობრებო, აქ უნდა ამოვსულიყავი ცხენით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც ერთ ცხენს ჩვენთვის არ ეცალა. ყველა იყო გამოსული გზაში. ჯიგარი. ხო და მოგვიწია ესე ფეხი დამოჩანჩალება. წავედით, გავაგრძელოთ გზა. კარგად გამოიყურები, აი ნერვიულო ძმა. ჩანს ჭაუხები თუ მოღრუბლულია ზევით. მადლობა. შვიდობიანი გზა. გამარჯობა. How are you? Good, Hola. როგორ ხარ? შენა? რავი, დავქნიე ხელი ჩემაყურებებს. ხო გითხარი და გადგებით. გამარჯობა. რა ხარ მაგისროლა? ყვირას. ყვირა დღეს? დიან და პირველად გლას მევიდნენ. რა? შვიდობიანი გზა. გამონათქვამი არის ეგეთი. ჭკუა იხმარე, თორე ჭკუა გიხმარსო რა ხო და ვიხმარე ჭკუა. გაუცვალე ჯიგარს, ჩემ ოპერატორს, ჩემი ჩანთა. ძალიან აწყენი ვარ მე თქვენზე ყველაზე ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და არხი არ გაქვთ გამოწერილი. გლიჯეთ არხის გამოწერას, ალაიქეთ ვიდეო. ცოტა мотиваცია მომეცით, რომ უკეთესი გავაკეთო და სპონსორები დაინტერესდნენ. ჩემი სპონსორები თქვენ ხელშია. აბა, მე სამსახური აღარ მაქვს. ციდან მოწყვეტილი ფათოლი ვარ, YouTube-ის ამარა და Instagram-ის ამარა ვარ დარჩენილი კაცი. ესეთია ჩემი ცხოვრება. მოვედით მეხუთე სეზონის ლოკაციამდე და სავარაუდოდ აქ დავრჩები ცოტა ხნით და აღარ გავაგრძელებ გზას, რადგან ვინც იქიდან მოდის მოლაშქრეები ყველა მითხრა, რომ ამინდი უარესდება და აზრი არ აქვს იქასვლას და დარჩენას, თუ თბილი ეკიპირება არ მოქვს. სამწუხაროდ ჩემ ყველა კილოიან ჩანთაში ეგეთი ეკიპირება არ მიდევს, იმიტომ რომ მოდიოდი სრულიად მზიანი ამინდები იყო და რატო დამხვდა, წარღვნა და რატო ჩამოვიდა 3 მიწაზე, ვერ გავიგე. მითხრეს რომ ღამეო იქო ურახუნებსო -10 გრადუსაცო
და სახიფათოაო რა თუ არა ხარო, კარგად მომზადებულიო. ამიტომ ვუჯერებ გამოსtildeულ მოლაშქრეებს და ვჩები აქ ცოტა ხანი გადავიღებ რაღაცებს და დავბრუნდები მე ჩვენს საყვარელ ჯუთა ჰაუსში, ავიღებ დარჩენილ ბარგს და წავალთ მე უკან თბილისში. რო შევაფასოთ აქაურობა, ბოლოს ესეთი შთაბეჭდილებაა, რომ გავოცდი. პირდაპირ გეტყვით აქ ნამყოფი ვარ, ნანახი მოგწევს ყველაფერი და ახალი ხილი არ არის ჩემთვის, მაგრამ აი შთაბეჭდილება რაც ახლა დამრჩა, ანუ რო ამოვედი აი ეს დიდებული და ეს ამაღლებული კლდოვანი ტეხილი მთები რაც არის, ზუსტად იგივე შეგრძნებას მიტოვებს, რაც დოლომიტებში ნახე, ასე რომ თუ არ ხართ აქ ნამყოფი, აუცილებლად მოდით და აი ეს თქვენი თვალით ნახეთ. იმედი მაქვს, როცა თქვენ მოხვალთ, დაგხვდებათ მზიანი დღე, არ იქნება სიცივე, დარჩენასაც შეძლებთ და კარგ დროსაც გაატარებთ ჩემგან განსხვავებით. ბოდიში რომ ის 24 საათიანი ჩელენჯი ვერ შემოგთავაზეთ, რაც დაგვირდით, იმიტომ რომ არა ვარ მაგისთვის სათანადოდ მომზადებული როგორც ჩანს. უბრალოდ ვიყავი, მაგრამ ამიდმა გადაწყვიტა რომ იქ არ უნდა დავრჩე. განგებამ ესე გადაწყვიტა, რა ვქნა. წავედი მე, გავაგზავნებ ჩემ გზას. არხი გამოიწერე ის იარგათის შოუ ვიდეო.